მოგესალმებით მეგობრებო. მინდა შემოგთავაზოთ ბიტკოინის ფასის განხილვა. საკმაოდ საინტერესო სიტუაცია. ჯერჯერობით ჩემი აზრით არ არის დასრულებული კორექცია, კიდევ ერთი კორექციული ტალღა მოსალოდნელი და გაჩვენებთ ჩემი აზრით, მოგახსენებთ რომელ ნიშნულებამდე არის მოსალოდნელი ეს კორექცია. ესე იგი, მოდით ეს არის ბიტკოინის დღიური ტაიმფრეიმი, მარკეტ პროფაილი არის გამოყენებული თვის მარკეტ პროფაილი, წინა თვის მარკეტ პროფაილიდან და ფასის ასე ვთქვათ მოცულობითი ზონა ის რაც შეიქმნა ფასმა, მაქედან გამომდინარე პოტენციალი ფასის ზრდის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, აი ამ ივლისის თვის მარკეტ პროფაილიდან გამომდინარე ფასს აქვს პოტენციალი ზრდის დაახლოებით 132,500-მდე. ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც კონკრეტულად ივლისში იყო ეს უნდა განხორციელებულიყო. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ აგვისტო დაიწყო კორექციით და მოგახსენებთ, სადამდე არის მოსალოდნელი ეს კორექცია, ხოლო თარგეტი ზრდის, ფასის ზრდის გაჩვენეთ უკვე გითხარით 132,500 დაახლოებით, რა თქმა უნდა, ვამრგვალებ აი ამ ნიშნულებს. ესე იგი, ვხედავთ, მოდით წინა ეს მოცულობითი ზონა განვიხილოთ, იმიტომ რომ ეს მოცულობითი ზონა არის ფასისთვის ძლიერი მხარდაჭერა, ხოლო ეს მოცულობითი ზონა ჯერჯერობით იქნება ფასისთვის როგორც ერთგვარი წინააღმდეგობა. მარტივად რომ აგიხსნათ, მოცულობითი წინააღმდეგობა და მხარდაჭერა. ხედავთ, რომ ეს არის მაისის თვის მარკეტ პროფაილი, მოცულობითი ზონა, მარკეტ პროფაილი არა, მოცულობითი ზონა. შემდეგ ივნისის თვეში მოცულობითი ზონა, ძირითადი მოცულობითი ზონა შეიქმნა, მოიქცა უпростоრად მაისის თვის მოცულობით ზონაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ მაისის თვის მოცულობითი ზონა მნიშვნელოვანი ფასისთვის, ხოლო ივნისი მოძრაობდა მის ფარგლებში. შესაბამისად, მაისის თვის მოცულობითი ზონის ზედა ზღვარი ეს არის ნიშნული დაახლოებით 110,000, გამოდგება ფასისთვის საბოლოო კორექციული ტალღის მხარდაჭერად. ეს იქნება მხარდაჭერა 110,000, 109,000. რატომ 109,000? ნახეთ, მე მაქვს ასევე გამოყენებული ჩარტზე ისეთი ინდიკატორი, როგორც fair value gap-ი, ანუ მარტივად რომ გითხრათ, იმბალანსი, fair value gap-ი მიჩვენებს სად გავიდა ყველაზე ნაკლები მოცულობები, ანუ იმბალანსებს მიჩვენებს. და თქვენ ხედავთ, რომ ზუსტად ეს fair value gap-ი, იმბალანსი 110-დან ვამრგვალებ მეგობრებო, 110,000-დან 109,000-მდე ეს იქნება ფასისთვის ძლიერი მხარდაჭერა. ზოგადად რას წარმოადგენს fair value gap-ი, იგივე იმბალანსი ფასისთვის. ამ შემთხვევაში მწვანეთ არის მონიშნული, შესაბამისად ეს არის მყიდველის იმბალანსი. ეს არის დიაპაზონი, სადაც გავიდა ყველაზე ნაკლები მოცულობა. იგივე ეს მოცულობით კლასტერული ტერმინი რო გამოვიყენო, ეს არის არა იმბალანსი, არამედ მოცულობით კლასტერულში ვიყენებთ ისეთ ტერმინს, როგორც low volume node. ეს არის
ადგილი, სადაც გავიდა ყველაზე ნაკლები მოცულობა, ანუ მყიდველმა მსხვილმა მყიდველი აგროვებდა საკუთარ პოზიციებს, კი დააგროვა რაღაც ნაწილი, მაგრამ ფასს აქვს ჩვევა აქ დაბრუნების, იმიტომ რომ მან ვერ მოასწრო საკმარისი რაოდენობის პოზიციის დაგროვება. შესაბამისად, ფასისთვის ნებისმიერი low volume node, იგივე იმბალანსი არის როგორც თუ ეს არის მყიდველის, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხარდაჭერა, თუ არის გამყიდველის, მაშინ ეს იქნება წინააღმდეგობა. შესაბამისად, ეს დიაპაზონი 110.000-დან 109.000-მდე ფასისთვის იქნება ძლიერი მხარდაჭერის ზონა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია რომ ფასი ჩამოვიდეს აი ამ იმბალანსამდე. ამის ალბათობა ძალიან მცირეა. აქედანვე გონია ფასი აი აქ შექმნის გარკვეულ ბალანსს, შემდეგ ჩამოვა გადაფარავს ამ იმბალანსს და კიდევ ერთ all time highs დაამყარებს. როგორც გითხარით, ეს იქნება ნიშნული ჯერჯერობით ივლისისთვის აი ფასის მოძრაობიდან გამომდინარე პოტენციალი არის 132.500. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მგონია, რომ ჯერჯერობით აი ამ არსებული ნიშნულიდან, ანუ აი ამ low-დან არ მოხდება გარკვეული high-ების მოხსნა და ახალი ATH-ების დამყარება, არის ის, რომ მოდით გადავიდეთ კლასტერულ რეჟიმზე, ნახეთ მეგობრებო, ეს არის თან დღიური time frame-ია. ყველაზე დიდი მოცულობა, ხო? აი მაგალითად აი ამ სანთელში. ეს არის გამყიდველის სანთელი და არის ზედა ნაწილში. შემდეგ low არის ეს და ეს სანთლები, ხო? ესეც ზემოდან აწყვება გამყიდველი, აქ შუაში არის ყველაზე მეტი მოცულობა გასული, იგივე point of control-ი აი ამ სანთლის არის შუაში. როცა მყიდველი და ყოველთვის მსხვილი მონაწილე, მყიდველია თუ გამყიდველი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. როცა მსხვილი მონაწილეს ფასის წაყვანა უნდა რომელიმე მიმართულებით, ის ყოველთვის თუ ეს არის მყიდველი, ქვემოდან მაქსიმალურად აგროვებს პოზიციას. ეს შეიძლება იყოს სანთლის ქვედა ნაწილი, უკეთესი თუ ეს არის ქვედა ჩრდილის ანუ მინიმუმზეა დაგროვილი პოზიციები, აი როგორც მაგალითად აი აქ არის. ეს არ ნიშნავს რომ რახან ჩვენ აი ესეთი სიტუაცია დავინახეთ, ესე იგი უეჭველი ფასი ზემოთ მიდის და ძალიან ძლიერად ზემოთ იმპულსურად ადის. არა, უბრალოდ გარკვეული პოზიციები კი დააგროვა ამ შემთხვევაში მსხვილმა მონაწილემ საკუთარი ლიმიტ ორდერებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მსხვილი მონაწილე მარკეტ ორდერით ძირითად შემთხვევებში არ მუშაობს, მით უმეტეს თქვენ ხედავთ რომ გნებავთ ამ სანთელში, გნებავთ აი ამ სანთელში გუმბათისებური კლასტერებია, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსხვილი მონაწილე არსებობს აი ამ ნიშნულებზე, მუშაობდა ამ ნიშნულებზე, გარკვეული პოზიციების დაგროვება მოხდა აქ. თქვენ შემდეგ დაინახეთ, რომ ერთგვარი კორექცია ზედა მიმართულებით მოხდა, როგორც ამ შემთხვევაში, ასევე ამ შემთხვევაში. მაგრამ მთლად, ანუ ასე ვთქვათ, მთლიანი პოზიცია ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არ დაუგროვებია მსხვილ მონაწილეს, ამიტომაც ველოდები ჯერჯერობით აი აქ საერთოდ არ ჩანს მისი მონაწილეობა, დაგროვება კიდევ ერთი პოზიციის, იმიტომ რომ არც ანომალიური კლასტერები, რაღაც ძალიან მსხვილი კლასტერებია დაფიქსირებული და არც თვითონ ეს point of control-ი თვითონ სანთლებში არ არის მოქცეული ქვედა ნაწილში სანთლების, ან ჩრდილში, ან ქვედა ნაწილში ზოგადად. შესაბამისად, ველოდები კიდევ ერთ მოხსნას აი ამ
ლოუების და გადაფარვას ამ low volume node-ის იგივე იმბალანსის. და შემდეგ უკვე შეიძლება 109,000-დან 110,000-მდე აი ამ დიაპაზონში ეს არ არის ფინანსური რჩევა, მაგრამ მე თვითონ განვიხილავ ამ პოზიციებიდან საკმაოდ გრძელვადიანი იმის, რა ქვია, პოზიციის და გახსნა long მიმართულებით, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ეს ჩემი ტარგეტი იქნება ამ შემთხვევაში 132,500 გითხარით, შეგიძლიათ ოდნავ ნაკლები აიღოთ, რომ თავი დავიზღვიოთ, თუნდაც ეს იყოს 132,000 ან 132,200 ან 300, მაინც და მაინც მაქსიმუმებს ნუიღებთ, შეიძლება აი ზუსტად აი როგორც დოლარი დოლარში მაინც და მაინც არ დაჯდეს, ხო, ეს ჩემი პროგნოზი გარკვეული პატარა ცდომილება უნდა დავუშვათ ხოლმე. ეს არის ჩემი პროგნოზი ბიტკოინთან დაკავშირებით. იმედია თქვენთვის საინტერესო გამოდგა. გისურვებთ წარმატებას. კიდევ შევეხმიანებით ერთმანეთს მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.